სურსათის მედიკამენტების და საწვავის ფასების შემცირება. საპარლამენტო კომისიამ პირველი საორგანიზაციო შეხვედრა გამართა. კანონმდებლობის შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრებს იწყებენ, მთავრობა კი ბიზნესთან კონსულტაციას განაგრძობს. მარიამ ბუღაძის სიუჟეტი. 314 დეპუტატისგან დაკომპლექტებული კომისია. ამ რესურსით პარლამენტმა ფასების ზრდის მიზეზები უნდა შეისწავლოს და კონკრეტული შედეგები წარმოადგინოს. დროებითი კომისიის წევრები პირველი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საორგანიზაციო საკითხებზე უკვე შეთანხმდნენ. თავმჯდომარედ ქართული ოცნების წევრი შოთა ბერეკაშვილი, მოადგილედ კი ხალხის ძალის დეპუტატი ეკა სეფაშვილი აირჩიეს. 3 თვის განმავლობაში კომისია სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს მოусმენს და ბაზარზე არსებულ გამოწვევებს შეისწავლის. გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანაბრად გაითვალისწინებენ როგორც ბიზნესის, ისე მომხმარებელთა ინტერესებს. ჩვენი მიზანი არის, რომ სრულად შევისწავლოთ საოპერაციო პროცესები, სრულად შევისწავლოთ კომპანიებს შორის ურთიერთობები, შევადაროთ ეს აღნიშნული სექტორები სხვა ქვეყნების სექტორებს, შევხედოთ რა შესაძლებლობები არსებობს, რომ პროცესების ოპტიმიზაცია მოხდეს. ჩვენ გვექნება შეხვედრები, როგორც მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და ქსელების წარმომადგენლებთან, იგივე იქნება საწვავისა და მედიკამენტების შემთხვევაში. ძირითადი კითხვები მიემართება, რა განაპირობებს ფასების ასეთ რადიკალურ ზრდას და როგორ შეიძლება რომ ეს ფასები იყოს გაიაფებული. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მუშაობა გამჭვირვალე და ინკლუზიური იქნება. კომისიაში ყველა საპარლამენტო პარტიას თავის წარმომადგენელი ხავს. კვოტები ასე გადანაწილდა. ქართული ოცნება კომისიაში 7 წევრით არის წარმოდგენილი. ხალხის ძალა 3 დეპუტატით, ასევე 3 წევრი ხავს გახარიას პარტიას. 1 წევრი კი ევროპელ სოციალისტებს. ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ჩემი აზრით უნდა იყოს სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რათა მოხდეს მომავალშიც მსგავსი არასამართლიანი ფასწარმოქმნის პრევენცია. უნდა გამოვიკვლიოთ თვითონ სტრუქტურა როგორ მუშაობს. ეს იქნება საზღვრიდან დახლამდე როგორ ხდება ის, რომ 80%-ით იზრდება თვითღირებულება. კომისიაში ჩვენ სხვა ინიციატივებსაც წარმოადგენთ, მოსაზრებებს წინადადებებს, რომელიც ხანგრძლივ, ასე ვთქვათ, უკვე პერიოდზე და ეფექტზე იქნება დამოკიდებული. საპარლამენტო კომისიის მუშაობის პარალელურად გრძელდება კონსულტაციები ბიზნესსა და მთავრობას შორის. რესურსი, რომ ფასები დარეგულირდეს, არსებობს, თუმცა ამისთვის ყველა მხარის ჩართვა და კოორდინირებული მუშაობაა საჭირო. რთული საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება თავისუფალ ბიზნესს, რომელიც თვითონ განსაზღვრავს ფასებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ერთად ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. ჩვენ ხელისუფლება, ბიზნესი ერთად უნდა დავსხდეთ და უნდა გამოვძებნოთ ფასების შემცირების გზები. და მე ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია, ჩვენ გვაქვს დაანონსებული ეს პროცესი, რომელიც მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა მანამდეც უნდა იყოს შესაძლებელი ფასების შემცირება. ჩვენ ვაპირებთ მათ შორის მთავრობის კომისიასთანაც კონტაქტს იმისთვის, რომ ის საერთო მიზანი ჩვენ რაც გვაქვს, რომ გავერკვეთ ფასების წარმოქმნაში რა წილი აქვს, სად არის არასწორი და ჭარბი მოგების მიღების სურვილი, სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და სად არის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა. კომისია ინტენსიური რეჟიმით მუშაობას და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მომავალი კვირიდან გააგრძელებს.